სიმბოლო შეიძლება შენ დაინახო ესე შეიძლება ეს რეალური ამბავი ნახა ვაჟა-ფშაველამ დაწერა ლექსი მაგრამ უფრო სწორია ასე მიდგომა რომ ვაჟა-ფშაველამ თავისი თავი იყო არწივში ჩათვალა ეს არწივი არის თვითონ ყვავყორნები კიდე ის მწერლები რომელიც ამას ჯიჯგნიდნენ და გადაგდებულიყო აი ეს უფრო ამას ხوار ეტყოდა მწერალი ამიტომ ამაში სიმბოლო დაინახეს იდეოლოგიდან სამშობლო არწივი საქართველოა ყვავყორნები მტრევია და იმდანაც გაცვეთილი იყო ესა რომ ერთი სიმბოლოს ის მოახდინეს გამყარება და შეიძლება სხვა სიმბოლოთი წავიკითხოთ ხო რა არწივი რის სიმბოლოა ახალ აღთქმაში სახარებაში მაგალითად ქრისტეს სიმბოლოა ხო ქრისტიანულად ვერ განიხილებდნენ საბჭოთა კავშირში ამას ეს ნაწილებით შეიძლება რომ დავალაგოთ ვერ მივიღოთ კაი შენობა ამიტომ უფრო სწორია ვინაიდან მწერლები ყოველთვის თავის სატკივარს თავის პიროვნულ გარკვეულ ავტობიოგრაფიულ მომენტებს გააბნევენ უფრო სწორია რეალური ამბავი ნახა ვაჟამ რაღაც ნადირობის დროს ან გავიდა იქ მთაში იყო ხო არწევი მართლაც დაჭი და ყვავყორნები ლეშით იკვებებიან აი ამას უცებ იდეა მოუვიდა ლექსი ნიჭიერი კაცი და თავისი სატკივარში ეს მხატვრული ფორმაში თავისი თავი გამოხატა არწივში როგორც მართლაც არწევი იყო პოეზიაში ხლა ესა მოდი ვთქვათ ხო შურდა ბევრს და ყვავყორნების სწორედ ის მწერლები საბჭოთა რომელიც ამას ჯიჯგნიდნენ და არიღებდნენ სხვათა შორის ვაჟა-ფშაველა არ იყო მიღებული მწერალი იქ 1915 წელს გარდაიცვალა რევოლუციაში არ არის მომხდარი მე-19 საუკუნეა და გაცინოდნენ ბევრი აი ნას უწუნებდნენ ხო აკაკი წერეთელი ილია ყველასგან მიტოვებული იყო სიღატაკეში გარდაიცვალა და საერთოდ აი ვეცერე შურდათ რა არის ესეთი რამე და იცით ხომ პასუხები როგორი იყო ხო არ შეგაშინებსო ნუ გეშინია თუ არ გავნეთ თიდან ბღავლი იმის არწევისა გახსოვთ ეს ლექსი ნახეთ არწევი თავის თავს არწევი უწოდა და ეხლა ამას ხო არ გაარჩევდნენ ეს საბჭოთა მასევლები ხომ და რაღაცა პატრიოტიზმის შეტენო ტიპს და ამ ხრივ როცა ბავშვი იძახის ამას რომ დაიყვანა ეს ნატურალიზმზე არაფრის მომცემი არ არის და პედაგოგის ინტერპრეტაცია რასულელური იყო აი ესეთი მასწავლებლები იყვნენ ჩვენთან და ვიყავით იდეოლოგიის მსხვერპლი და უცებ ჩამოინგრა ესა და ახლა კაპიტალიზმის გზას დავადეკით და კაპიტალიზმს საქართველოში იდეოლოგია არ გააჩნია და არის ისა მიმტაცებლური ისა ვინ ფულს მეტს იშოვის ის არის ჭკვიანი ის არის გონიერი ის უნდა იჯდეს პარლამენტში ხედავთ საქართველოს იდეოლოგია არ აქვს აი თუ არ ჩავთვლით აი ქართულ მამაპაპურ სისულელებს რომლის ეპიცენტრი ეს გათახსირებული ორგანიზაცია შამღდელოება რო ქვია და მთლიანად ერი უფსკრულისკენ მიდის და რა აზრი აქვს მან ახალგაზრდების დაბნეულები არიან ხო ყველა თავთავისთვის არის არ არის ერთიანი ხაზი არ არის ერთიანი იდეოლოგია არ არის ღირებულება არ არის ღირებულება დასავლეთთან შემოდის და დასავლეთის ღირებულებები ცხადება როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება და ასეთ გაუბედურ მდგომარეობაში არიან ეგენ და დღესაც ლიტერატურული ხო ისწავლება სკოლაში არის სწორი ინტერპრეტაციები იმიტომ რომ ქართველმა პოეტმა დაწერა ეს და რაღაცა კოდი ჩადო და ბიოგრაფიიდან გავიგებთ მაგას ეს ვაჟა-ფშაველა მიუღებელი იყო ეგ მწერალი შური იყო შემოქმედებით იმაში და გენიოსი იყო მოკლედ გენიოსი ნიშნავს განსაკუთრებული ნიჭი ნიჭი ხო ყველას აქვს განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა ეს თავის ტკივილებს წერდა ყველაფერში რა იგივე ალუდა ქეთელაურში სტუმარ მასმინძეში რამდენჯერ ვთქვით რომ ეგეგრია მართლა და ეს ვის მოიწონებოდა ახლა ეგ მწერლებს ყველას თავისი ის ქონდა ხო ახლა ლიდეროდა ილია ჭავჭავაძე აკაკი წერეთელი ხო ყავარზე ქონდა კუდე იმ არა ალექსებსაც ეგ არა ლექსებია ახლა პოემების თვალსაზრისით ახლა აკაკი წერეთლის პოემები არც ერთი არ ვარგა ერთის გარდა მაგრამ ამას 37 პოემიდან 5 საუკეთესო და საუკეთესო პოემები აქვს ვაჟა-ფშაველას ეს იყო მართლაც მხატვრული სიტყვის დიდოსტატი რა ისეთი ძლიერი ისენი აქვს შედარებები აი ნატურფილოსოფია ძალიან კარგადაა წარმართი კი იყო ისე ჩვენში რა ქრისტიანი არ იყო პანთეისტი იყო ხო აი ბუნებას აღმერთებდა რა ესა ბუნებაში არის ყველგან არის ღმერთი მოკლედ ქრისტიანობაში ეგრე არ არის ქმნილებაში ღმერთი არ არის არა მხოლოდ ადამიანში არის მსგავსება და ხატება მაგრამ ქვაში რკინაში ხეში ცხოველში ღმერთი არ არის შენ ასე ხედავ არწევი რის სიმბოლო უნდა იყოს სამშობლო სიმბოლო და შეიძლება ჩაითვალოს სამშობლო ძლიერი იყო მერე დაიჭრა და აი მტრები ყვავყორნები და აი ნახეთ ვერაფერს ვერ დამაკლებით დაჭრილი ვარ გენახეთ ხო იძახის პერიფრაზირება რო გავაკეთე თორემ ნახავდი თქვენ ბომბოს გაშლის გაფანტულს ველადა ოხ დედა თქვენ საყოველთაოდ ცუდ დროს ჩაგიგდეთ ხელა და აი არატო აიღო საბჭოთა პერიოდში ვაჟა-ფშაველა ხო არ მოესწრო რევოლუციას 905 წელი კრახით დამთავრდა და მერე საბჭოთა იდეოლოგიამ ეს ლიტერატურა გამოიყენა თავის საქმეში და მარქსისტული მეთოდოლოგიით დაიწყო სწავლება ბავშვების და გზრდიდა ინტერნაციონალური
სულისკვეთებით, მაგრამ პატრიოტიზმიც თან მოსდევდა ამას და ამ პატრიოტიზმმა კოლაფსის მერე თავი იჩინა და იმიტომ ვართ ამ გაუბედურებული. რომ ინტერნაციონალიზმი უფრო წინწაწეული ცნობიერება ვიდრე ნაციონალიზმი უფრო სწორად. ხო, ინტერნაციონალიზმს აქვს სამშობლო ყველას, ხო? მაგრამ ინტერნაციონალიზმი აშნავს საერთაშორისო ერებს შორის მივდივარ თავისუფლად არ მაქვს თქვათ ანტაგონიზმი. ნაციონალიზმი კი აღიარებს თავის ერს რაღაც განსაკუთრებულ სუბიექტად და სხვა ერები მას უნდა ემსახურებოდეს. ნაციზმი არ არის სწორი, ქრისტიანული არ არის. არ არის ქრისტიანული. ხედავთ, ნახეთ, პატრიოტული მოტივებიც იმიტომ იყო მათ და ინტერნაციონალური, იმიტომ არ იტყოდნენ, რომ არწივი არის საბჭოთა კავშირი. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ძლიერია. ესეთი ინტერპრეტაცია რომ მოიხდინა საბჭოთა პედაგოგს, აუცილებლად შენიშვნას მისცემდნენ. საბჭოთა კავშირი ეს ძლიერია, ყველაზე გამარჯვებული ომში, იმაში, კომუნიზმი აქ რა დროს ეს არის. ამიტომ რა ქართული სივრცეში პატრიოტი საქართველოა. ეს კი ამაზე არ გაგაკრიტიკებს რუსეთი. იმიტომ რომ ხელი შეგიწყობს ნაციონალიზმი, პატრიოტიზმი ერთჩვენერ დღეს ეს მის სასარგებლოდ იმუშავებს. ხო და დადგა ეგ დღე და ეს პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. ტერიტორია დავკარგეთ? ხალხი გადაყრილია? ვერავაშენეთ სახელმწიფო? არაფერი არ აქვს. ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებული პურით, გაზით, ნავთობით და ამ შემდეგ. ხო ვართ დამოკიდებული. ბიზნესი რუსებზე ვართ დამოკიდებული. თითქმის ყველა გამდიდრებული საქართველოში რუსეთიდან არის. აბა საზღვარგარეთ ვინ გამდიდრებს? ახლა მილიონები მე ტომრით ახლა ჩამოვიდეს მათ საფრანგეთიდან და ამერიკიდან ვინმე. ამიტომ უფრო სწორია მან, უფრო სწორია, ვაჟა ფშაველა ნამდვილი იმით არის, რომ ვაჟა ფშაველა ეს თავის თავზე დაწერა. თვითონ იყო ქართულ ლიტერატურაში არწევი. გალაქტიონი არ მალავდა ამას. გალაქტიონი იცახდა რომ მე ვარ როგორც ერთია ქვეყანად რიონი, ასე ერთია გალაქტიონი. ეს გალაქტიონი სიტყვა. და ეს თავის თავს გამოარჩევდა და არ მალავდა. ვაჟა ფშაველა შეფარული ფორმით იცახდა. არ იცახდა მე გენიოსი ვარ, ჭკვიანი ვარ და მართლაც გენიოსებს ეს ახასიათებს თავის თავს არ შეიქებენ, მაგრამ წუხარებას დააფიქსირებენ. დააფიქსირეს რომ ეს დაწუნებული მწერალი იყო, ესა პოეტი, უფრო პოეტია მთხზველი. და ყველასგან მიტოვებული იყო. ჭელექით გარდაიცვალა და ჭელექის მიზეზი იცით არის, არასწორი კვება, შიმშილობა. სიღატაკეში გაძორა სული. ხო, საწყალი რო წერდა, მეტი არაფერი არ შეეძლო ამას. დაცინოდა მეორე ცოლი. პირველი ცოლი მოუკვდა ის გიგიჟდებოდა ამის ნიჭზე, რაღაცა ხარში ედგა. რომ გამოგეცლება ქალი, რომელიც შენ ნიჭს აფასებს და გვერდზეა, მაგარი რამეა. მეორე ქალი საერთოდ აჯღაბნიო, უბნევ, ესეც მაგარ სევდას გვერი და იცი, გვერდზე ყავს ადამიანი, რომელიც ჩაქჩხავის სულ რო არის ზარმაცი ხარ, არაფერს არ აკეთებ. 10 მინუტი ჩხაპნა ვისრათ უნდა ეს ლექსები, ფული აქედან არ არის. მართლა არაფერი არ ქონდა აქედან შემოსავალი. და საბჭოთა კავშირი გამდიდრდა, თქვათ, საქართველოს კომპარტია ამ წიგნების გაყიდვით. შულებს კი არ დაურიგა ეს ფული და შვილიშვილებს. საბჭოთა გამომცემლობა საქართველოს გამოცემდა ტომეულებს და რედაქცია ინაწილებდა მაგას თუ რა ქვია ეს. თვითონ ეს ვინც აფინანსებდა იმის იყო რა მოკლედ რა, პარტიის. ვაჟა ძალიან ესეთი უგატეხილი იყო რა ყველაფერზე რა. მტრები ყავდა, ძალიან ბევრი მტრები ყავდა. შემოქმედ ხალხში არის მტრობა რო იცოდეთ. შურია და გაუტანლობა. შურთ რა ის რო წარმატებულია, ძლიერია. არც დაუმალიათ. ნახეთ კი რას წერს მაგაზე. დაცინის და საპასუხო წერილიც მიიღო. თავის თავს ხარსაც უწოვებდა, ხო? ნუ გეშინიათ არ გავნეთ მთიდა ბღაველი ხარისა. ეგეც ქრისტეს სიმბოლოა რო იცოდეთ. ეს აღმატებული ძლიერის, ხო? ლომი, არწივი, ხარი ისინი სიმბოლოა იმის დამიხედვით, რა თემაზე ვლაპარაკობთ. არწივი ახლა ხო იცით სახარებაში ესე იგი 4 ის რო არის მათესთან სიმბოლოა, შასაუკუნეებში რა სიმბოლო იყო მათესთან, მარკოსთან, ლუკასთან და იოანესთან. იოანესთან არწივია. არწივს რო ნახავთ, ესე იგი იოანეს სახარებაა. ხო, ლომს ნახავთ, მათეს სახარებაა. ხო, ხარს ნახავთ, მარკოზიერი. ადამიანი ლუკა. ნახეთ, აი შუასაუკუნეებში ამ სიმბოლოებით მიხვდებოდი რომელ სახარებაზეა ლაპარაკი. ნიჩეც ერთ იმაში იძახის როგორც იტყოდა, თქვათ, აი მათეს კი არის იძახის ლომი, ლომთან. ესე იგი მათეს სახარების ციტატა იქიდან არის. ხო და მასწავლებელი კიდე ძალიან უსუსური იყო საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით ლიტერატურის მასწავლებელი. ჯერ ინტელექტიც არ ქონდათ და აი ეშინოდათ ახლა ეგ რო თქვა, ეგრე სად არის, ეგრე ბავშვი ეგ თურმე რა ხონდა იდეოლოგიის სამსახურში უნდა იყოს ლიტერატურა და იყო კიდევაც ქართული ლიტერატურა მარქსისტული იდეოლოგიის სამსახურში იყო. თუნდაც მე-19 საუკუნის ლიტერატურა, მაგალითად ოთარ ანთქვრივი, ლუარსაბ თათქარიძე, გალახის ნაამბობი. ესენი სულ ყველაფერი გამოიყენეს საბჭოთა პერიოდში ლიტერატურის განათლების განყოფილებამ, რომ ეს დაემუშავებინათ საბჭოთა ლიტერატურათმცოდნეებს მარქსისტული მეთოდოლოგიით, რომ როგორც მარქსისტული იდეოლოგიის ილუსტრაცია, ესე მიეწოდებინათ ლიტერატურა ახალგაზრდებისთვის და ნაყოფიც აგერ არის, ნახე, გამოთაყვანებული მოვედით.
ამ დროს ლიტერატურა ერთი იმით არ შეიძლება ეს სხვა რამე იქნება ეს ინფორმაცია არ არის. შენ რა იცი რაზე ფიქრობდა ის? მithumetes მწერლისა შემოქმედებით ის ჩაგახედებს ლაბორატორიაში ვინმე? და ვერ გავწდით ამ იდეოლოგიზირებული მე დღესაც ესე ვართ. ეხლა იდეოლოგიის იმაში არის მართლმადიდებლობა. ეს უფრო საშინელებაა, მათ არის მისტიციზმი, ოკულტიზმი, წარმართობა და ყველაფერი ერთად აღგამოს და არქვეს ქრისტიანობა. და იმიტომ არის ჭუჭკუა შეშლილები სულ ყველა. აბა რას გავს ეს ქვეყანა? რა არჩევნები ეს კულტურულად ჩაითვლება ეს არის? ეს არის კულტურული მშვიდი წყნარი, ნაკუთხიერი,